ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გვასწავლის როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი კანი ცხელი მზისთვის, რუჯისთვის, არ გამოშრობისთვის და იმისათვის რომ სექტემბრამდე, მაშინ როდესაც კიდევ ერთი კრიზისი დაეწყება ჩვენს კანს, ჯანმრთელად და ლამაზად მივიყვანოთ. მოკლედ, მე მინდა სტუდიაში დეა ებრალიძე დავპატიჟე, რომელიც დიდ ნახეთ რა ლამაზია თვითონ დეა. ეს რატოა იცი ეს ჩასული ხასიათი რომ გამოგვიკეთოს. ზის მაგივრად დეა ამოვიდა მოგესალმებით. ხათაშორის ევროპაში, პარიზში პირველად რაღაცა მეგონი 100 წელების განმავლობაში დაუშვეს ბანაობა სენაში ისეთ სიცხეებია. აქ მოდის მე ეს ყველაფერი როგორც ამბობენ. კარგად, მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ნამდვილად ძალიან ესეთია საინტერესო, მნიშვნელოვანი, აქტუალური და ვეცდები ყველა თქვენ შეკითხვას ესე ვუპასუხო ამომწურავად. თან ამ ბოლო დროს დერმატოლოგი უკვე არა მარტო ქალებს გჭირდება, კაცებმაც მეტნაკლებად დაიწყეს თავის მოვლა, კანის მოვლა და ასე შემდეგ. კვირის ბოლოს უკვე იქნება მართლა ტემპერატურა ძალიან მაღალი და ყველა მაქსიმალურად გაერდება. მიასხადება მზეს. მე ფიცხერი. მიყვარს შენი ჯარდები აქტივი, აი, მოდი. ეგრე იქნება, ეგრე. როგორ მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის? უბრალოდ მეცინებ, იმიტომ რომ აი როგორი ჩაცმულები საუბრობ და მზეს მივეფისხავ. კვირის ბოლოს ნამდვილად იქნება. მე ვარ ესეთი ჩაცმული. დეა ჩვენი მზეა. მზეო. მოგიხსენებათ რომ კანი არის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანო, ფაქტიურად არის ორგანიზმის სარკე და საკმაოდ მგრძნობიარეა, ანუ წლის ნებისმიერ სეზონზე სჭირდება თავისებური მოვლა. ნუ რადგანაც ახლა ზაფხულის სეზონზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ანუ აი სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ისეთი კლიმატის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, საკმაოდ აქტუალურად არის მომატებული ამ მზის ულტრაისფერი გამოსხივების მატება და ნუ ეს შესაბამისად ჩვენი კანის მდგომარეობას და არა მარტო ჩვენი კანის მდგომარეობაზე ძალიან ესე მოქმედებს და ანუ ხშირ შემთხვევაში შორს წასულ შემთხვევებს გულისხმობ. მე ესეთი ღრმა და შეუქცევადი პროცესებით შეიძლება გამოიწვიოს. ისე ანუ მზის პერიოდში ჩვენი ეპიდერმისიდან ხდება წყლის აორთქლება. შესაბამისად, ანუ ჩვენი კანი არის გამომშრალი, დეჰიდრატირებული, გაუწყოვნებული. თუ ვთქვათ, კანის ზედაპირზე, აი, ვთქვათ, გარკვეული უბნები არის დაზიანებული, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ბაქტერიული ინფექციის განვითარებაც კი მოხდეს, ნუ პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, იზრდება სხვა კანის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი და კოლაგენის. მოდი, ამაზე ყველაზე სათითაოდ ვისაუბროთ ამ ყველა ვთქვათ ეფექტზე, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს. როდესაც დავიწყე შესწავლა რა ზიანი შეიძლება მომიტანოს მზემ, აღმოვაჩინე რომ ბავშვობაში ერთმა უნებურმა დამწრობამ ბავშვობაში შესაძლებელია უკვე მოზრდილ ასაკში თავი გამოიჩინოს. რა თქმა უნდა, სწორედ ეს აღნიშნე ახლა რო გითხარით, ისეთი შორს წასულ შემთხვევებში ვსაუბრობ, ღრმაში, აი ბავშვობაში ხა ეს ერთჯერად დამწრობაზე არ მაქვს მე საუბარი, ანუ თუ ხდება ეს ინტენსიურად და რეგულარულად, შესაძლებელია რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად ესეთი ცვლილებები გამოიწვიოს. აი ორიოდე სიტყვით შევეხებით თვითონ მზის ულტრაისფერის სხივების, ანუ სპექტრი, ხო, რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, გვაქვს 3 სხივი, ულტრაისფერი A, B და C სხივი. ანუ ეს C სხივი ძალიან ესეთია, მოკლეა და ჩვენი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს საერთოდ და ატმოსფეროშივე რჩება, გაიფანტება. ეს ულტრაისფერი A სხივი არის ყველაზე გრძელი სხივი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხასიათდება ესეთი მაღალი შეღწევადობით, 320-დან 400 ნანომეტრამდე სიგრძის არის და გაივლის ჩვენი კანის ბარიერს, აღწევს ანუ კანის მეორე შრემდე ინტრადერმულად, მაგრამ ეს სხივი არ იწვევს ჩვენი კანის მყისიერ დამწრობას, ანუ უცებ არ აწითლებს ეს სხივი, ანუ როგორ გითხრათ, ათბობს, ერთგვარ ათბობას იწვევს ქსოვილების. ანუ სასარგებლოა სხივი. არა, საკმაოდ ღრმად აღწევს, ათბობს, მაგრამ ანუ შემდეგ შეუძლია, აი მხოლოდ რაღაცა პერიოდის გასვლის შემდეგ, ზოგჯერ წლების შემდეგ შეუძლია რომ რაღაცა ესეთი ნეგატიური გავლენა იქონიოს ჩვენი კანის ზედაპირზე. რაც შეეხება B-სხივს, აი B-სხივი არის უკვე მოკლე სხივი, 280-დან 320 ნანომეტრამდე, რომელიც არ ხასიათდება ესეთი ღრმა შეღწევადობით, ის ეპიდერმისის დონეზე ვრცელდება და სწორედ ეს სხივი არის პასუხისმგებელი ჩვენი კანის მყისიერ დამწრობაზე. აი უცებ რუჯზეც ეგ არის პასუხისმგებელი, თუ ის ხო, აი რუჯზე ვიტამინზე, კი, ან სხვადასხვა, ერთ რამეს ვიტყვი კიდევ.
რო აღმოვაჩინე რომ რუჯი რა არის, რა პროცესია. ანუ კანი იცავს თავს რა და რაც თქმა უნდა, უფრო ეს არის მეტად დამცველობითი გარუჯული ხარ, ფუნქცია. უფრო მეტად და იცავს და პანიკაშია შენი კანი. კი, ანუ მელანოციტები გამომუშავდება. დამოკიდებული ხა კანზე არის ბევრი რამე დამოკიდებული. ვის როგორი ზოგი არის ძეზე ვერ გადის. შენ ჩემო პატარა ვერ გახვამ ძეზე, ისე თეთრი ხარ. არა, ძეზე მე კორტელზე იმაზე ველოსიპედი ჩაულებრიათ ბუნებრივი ფერი იმას, ათლასოს მე რა ფერი ვარ მე საერთოდ. პირდაპირ ვირუჯები და არასოდეს არ ვიწყვები თუ ძალიან არ გადავაჭარბე მე ვისკანის ტიპზე დამოკიდებული, ანუ პირველი და მეორე ტიპისგან ღია ფერისკანი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიდრეკილია დამწრობისკენ, ანუ მუქი ფერისკანი, მაგრამ ეს ჩვენ იმას არ შეგვიცვლის და მე ესე გამოყოფა არ შემიძლია, რომელი სხივი უფრო სახიფათოა, ორივე სხივი ძალიან ესეთ ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ პირველი შეუცვლელი და უნივერსალური, ну, რაც შეგვიძლია ჩვენ ვურჩიეთ ჩვენს პაციენტებს და საერთოდ მოსახლეობას, ეს არის მზისგან დამცავი საცხების გამოყენება. ეხლა რა თქმა უნდა, ბევრ დერმატოლოგს უსაუბრია და კიდევ ბევრჯერ გამმეორდებით ჩვენ, მაგრამ იმიტომ ხდება, ანუ იცით რა, მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად. არის ესე იგი ნაწილი, რომლებიც ნამდვილად იყენებენ მზისგან დამცავ საცხებს და არა მხოლოდ მზეზე გასვლის, ყოველდღიურობაში, ხო? და არის ნაწილი, რომელიც ჯერ ნუ ვერ მიეჩვია ამ საცხების გამოყენებას და ასაკიც არის. მე მაგალითად გარდატეხის ასაკში საერთოდ არ მაინტერესებდა არც დამცავი, არც მზეზე ყოფნის დრო და საათები და ასე შემდეგ. ახლა უკვე რომ უკვე დღე-დღეზე 40 მიუკაკუნებ, უკვე SPF-ი გახდა ჩემი ყოველდღიურობა, ის რომ შვადღის მზე გამორიცხულია ჩემს ცხოვრებაში და ვიცავ აი იმ რაღაც კანონებს, რაც დერმატოლოგები გვირჩევთ ხოლმე, რომ დღის სხივები საღამოს, იმიტომ რომ D-ვიტამინიც ძალიან მნიშვნელოვანია. D-ვიტამინიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის აუცილებელი, ანუ მზის ესე პირდაპირ სხივების ინსოლაციის ქვეშ ვიყოთ, ანუ ქვეშაც რო ვიყოთ, ანუ შეიძლება რომ მოსაზრებაა და მითია თუ რეალობა, აი დავსვავ კითხვას. ამბობენ, ну დიდი პროცენტი ყოველ შემთხვევაში, რაც მე გამიგე ჩემს გარშემო, რომ კანი თუ არ დაიწვა, ანუ ფერი თუ არ შეიცვალა, D-ვიტამინი არ გამოიყოფა. მართალია თუ არა ეს, ანუ კანმა უნდა შეიცვალოს ფერი? არა, აუცილებელი არ არის რომ შეიცვალოს ფერი. აი ხო გეუბნებით ქოლგის ქვეშ ისე რომ საერთოდ ოდნავ შეგვეცვალოს ფერი და დამწრობა არ მივიღოთ, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ D-ვიტამინი. ეგ უფრო ჯანმრთელი რუჯი არის, როგორც წესი და არ არის ისა რა ქვია. მე მაქვს ერთი აქტუალური კითხვა. ერთი აქტუალური კითხვა მაქვს მე. აი რო ამბობენ რომ სანამ წავალ ზღვაზე, იქ რო კარგად დავიხრუკო, სოლარიუმში უნდა წავიდე. ყოჩა, ხوار გამოგიწია. არა, მე ყველაფერს ვიცავ. აი მითხარით, ეგ როგორი რა ის არის, რა ეს იმის კი არ იყოს, ეყურს რო ერეცავენ სანამ ზღვაზე წავლენ რო იქ რაღაც არ დაიმართ. ეგ მითები ხო არსებობს? არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა მე ამ მითებს არა მარტო მე, არამედ დერმატოლოგები და საერთოდ აი ადრე არ იყო ესე. ჩემს გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს სოლარიუმით, მაგრამ როგორ გითხათ, ანუ სოლარიუმი 100-ჯერ უფრო მეტად აი იქ არსებული სხივები 100-ჯერ უფრო მეტად ახდენს ნეგატიურ გავლენას ჩვენი კანის ზედაპირზე. 20-ჯერ უფრო მეტად ზრდის კანის სიმსივნეების განვითარების რისკს. ყველა სოლარიუმს აწერი, ანუ იქ არის გამოსხივება, კარგი სოლარიუმი ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ნატურები არა გამოსხივება, ანუ ეს სხვადასხვა რამეა და ну ზოგს ნატურა თუ ძველია ფიზიკურად არ ირთვება, მაგრამ აქ საუბარია გამოსხივებაზე და თქვა სხივის სიგრძეზე. ზოგს აწერია გარკვევით, რომ ეს სოლარიუმი, რომელსაც ახლა შენ წვევი, აქვს გამოსხივება 0, რაც ევროპის სტანდარტია და გარდა ამისა, სხივი არის მოკლე, არ შეიცავს 100 სხივს. ასეთ სოლარიუმში შეიძლება სიარული. პირიქით, სოლარიუმში არის 100 სხივი, სწორედ ის, რომელიც ანუ გრძელია და ყველაზე მეტად აქვს შეღწევადობის უნარი, ანუ აღწევს ჩვენი კანის მეორე შრემდე ინტრადერმულად. ამიტომ რავი 53 წელს უკაკუნებ, როგორც სალომე 40 ცხოვრებაში მზეზე არ წოლივარ, მაგრამ სოლარიუმიდან არ გამოსულვარ ბოლოს და უნდა ხა შეიძლება სოლარიუმი. ყველასთან ხა ინდივიდუალურია, ესეც ინდივიდუალურია და ჩვენ მე რო კითხეთ იმაზე პასუხი შემიძლია გავიგო? კი. კარგია თუ არა? რა, სოლარიუმის წინ, დახრუკვის წინ რო მაგას გეკითხეთ. ყველას გვიყვარს. გეკითხები, გაიგო ხან ხო არა?
ზოგს გული რომ მისდის, ზოგს რაღაცა რომ ემართება. არა, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით ამ ზაფხულის პერიოდის დადგომას, მაგრამ ყველაფერში, რა ვიცი, ზომიერების დაცვა, ვფიქრობ, რომ ძალიან ასეთია. ყოველ შემთხვევაში, დღის პირველ ნახევარში 11 საათამდე და შემდეგ დღის მეორე ნახევარში 4-5 საათის შემდეგ მზისგან დამცავი საცხის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს სავსებით ნორმალური იქნება. სოლარიუმის შემთხვევაში, ეხლა გადმოიწია. მე მაქვს ხოლმე ბედნიერება ძესთან ერთად აუზებ ვირუჯები ხოლმე და ისე კარგად აი გახდა პირველი საათი აბა ხომ დაიწყო სალონი ამდექით და 5 საათზე აბა ჩავდით და ისე რა ამის პასუხია და ჩემს ბავშვობაში აფხაზეთში რომ დავდიოდი იქ არა ქართველები ვინც შემოსულები იყვნენ ტურისტები როგორ ირუჯებოდნენ იცი ერთი ადამიანი იდგა რომელიც თქვა ხელმძღვანელობდა ამ რაღაც გუნდს კონკრეტულს და ყველა 10 წუთში ერთხელ ატრიალებდა ხან ხელებს აშლებინებდა მაგ გერებს არიყენებდა რა დედას გეტყვით მოძრაობის დროს მოძრაობიხებ ესე კი ეხლა რა გავყვები ამას საბოლოოდ მათ ბევრად კარგი რუჯი ქონდათ ყველგან ერთნაირი და დამწრობა არანაირი ქართველები რომლებიც აი მე არ მიყვარს ისე და არ წევარ დედა ჩემი იწვა ხოლმე აი უბრალოდ დილის 9-დან ღამემდე ისინი ყოველთვის იყვნენ დამწრები ანუ ეს ტრიალით რუჯის მიღება ნაკლებ ზიანს აყენებს არა იარო თქვა სანაპიროზე არ დაწვე საქმე დაკავდე ხან ქოლგის ქვეშ შეხული წყალში ტრიალი ალბათ არის იმისთვის კარგი რომ რაღაცა მეტნაკლებად თანაბარი რუჯი მივიღოთ არ ვიცი ეს მითია თუ რეალობა არის აი წყალში უფრო კარგად ირუჯები. ასე ვართ ხოლმე წყალში არა მოვდეთ, მაგრამ ეს საბავშვო ბაღური კითხები გვაქვს რა მოკლედ რა. მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში გინდა წყალში ვიყოთ თუ ეს ემაზე ზღვის სანაპიროზე ვიწვეთ აუცილებლად ზომიერება. მე ამ მზისგან დამცავის საშუალებებშიც სხვაობა ანუ სხვა ფილტრით არის ხო? გვაქვს მინერალური, ანუ ფიზიკური ფილტრი და არის ქიმიური ფილტრი. ეს ფიზიკური და ქიმიური ფილტრი ერთმანეთისგან განსხვავდება, ანუ როგორ გითხრათ, აი რაღაცა პერიოდი იმასაც კი ამბობდნენ, არ ვიცი თქვენ გსმენიათ თუ არა, პაციენტებიც გვეკითხებოდნენ, რომ იმდენად რაღაცა არეჯანსაღი, ესე იგი კომპონენტებისგან არის ანუ შემადგენლობაში შედის ამ მზისგან დამცავ საცხებში, რომ საერთოდ არ უნდა წავისვათ მზისგან დამცავი საცხი და ესე. და მე თანაც უშნო არის გეგონება სქელი მასაგად ეს რაღაცა სახეზე. ნუ არის ეს ზოგი ძალიან ათეთრებს, ზოგი სქელია, კარგად არ შეიწოვება და ეს, მაგრამ აი ფიზიკური ფილტრით, რომელიც არის მზისგან დამცავი, ხო, აი ბავშვებშიც ძალიან ხშირად ვიყენებთ, საერთოდ მზისგან დამცავს, როდესაც აწერია 0 თვიდან, ის რა თქმა უნდა მოზრდილებში შეიძლება რომ გამოვიყენოთ და ნუ თუ ესე არის, მაშინ თუ არ აწერია, მაშინ ცალკე ბავშვებისთვის, ცალკე მოზრდილებისთვის. აი ფიზიკური ფილტრით, რომელიც არის იმ მზისგან დამცავში შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც ანუ როგორ გითხრათ, როგორც ულტრაისფერა ისე ბესხივს, ანუ არ უშვებს ასე ვთქვათ, ანუ ირეკლავს, ისეთ შრეს ქმნის ჩვენი კანის ზედაპირზე, რომ ეს მზის ულტრაისფერის სხივები ირეკლება, ანუ არ აღწევს შიგნით, ესე იგი ინტრადერმულად და ამიტომ როგორც მშობელი გეკითხებით, აქვე ბარემ. ეს სხვადასხვა დამცავის საშუალებები იყიდება აფთიაქში, უბრალოდ ჩვენ სწორად უნდა დავსვათ კითხვა, რომელი გვინდა. ფიზიკური, ანუ პირველ რიგში და ის რომ ორივე სხივისგან იცავდეს. იმიტომ რომ იყიდება ცალ-ცალკეც, ხო? ვთქვათ, გრძელი სხივის დამცავი და მოკლე სხივის. თუ არ გაიცავ, მე ბატონი მოგიწევს. ადრე არ ვაქცევდით. ადრე არ ვაქცევდით ამას არ აქცევდა, მაგრამ ეხლა იმდენად ესეთი აქტუალური გახდა და იმდენად გაზრდილი არის, ანუ კანის სიმსივნეების განვითარების და აქვე ვიტყვი რომ ვთქვათ, ჩემი პრაქტიკიდან მოკლე სხივის დამცავი უფრო ირუჯები, რაღაცა ფერს იღებ და მეორე დამცავს თუ ვისვავ და ვხმარობ, იმ შემთხვევაში საერთოდ არ მეკარება მზე. აბა არ წევი მზე. არა, როგორ არ გეკარებათ მზე? უბრალოდ, ანუ ამ დამცავ, ანუ საერთოდ მზისგან დამცავი საცხების, ესე იგი დამცველობითი ინდექსი განისაზღვრება SPF-ით, ხო? ანუ ჩვენ შეფუთვაზე რო აწერია SPF-ი, ეს ნიშნავს, რომ მინიმალურია ის მეყვარს ხო? არა, ხო და ეს მერყეობს 15-დან 100-მდე. ანუ 100%-იანი დამცავიც ხო გინახავთ, მაგრამ ეხა ყოველდღიურ მოხმარებაში მოხმარია აღარ მე მაქვს ნახი ბავში
რო შეეშალა დედამისს და პირიქით რაღაც გონიაში რაღაც ჯიხურში იყიდა და ეგეთი რამე მე მენახოს გეფის სულ ამოჭმული იყო. პირიქით წავუსვა, ანუ დამცავი კი არის. მივიღები. ეს მივიღები საერთოდ რა ფენომენია, მაგას ვერ ხვდები. ისედაც ხო და ეს ბავშვი იყო, აი ამოჭმული ეს ძალიან ცუდი თანაცავი. 50 SPS დამცველობითი 50 ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისედაც მზეზე გარუჭვის შემთხვევაში საკმარისია, ოღონდ უნდა განვაახლოთ 2 საათის შემდეგ წასმა. თუ არის წყალგამძლე თუ ამტანი, ხო, თვითონ მაშინ რა თქმა უნდა 2 საათში, თუ არა და მაშინ ყოველთვის წყალში ამოსვლიდან უნდა განვაახლოთ. და აქვე კითხვა წასვლიდან 20 წუთში იწყებს მოქმედებას, ესე ამბობენ ეს კრემი, რომ წასმული გაქაღალი არ ნიშნავს რომ ზეზე უნდა დაგიწყოს. ხო, 20 წუთით ადრე უნდა მოხდეს წასმა, კარგად რო იყოს შეწოვილი ჩვენი კანის ზედაპირის, ანუ მოქმედებაში უნდა იყოს მოყვანილი, უკვე რო გავიგოთ. ბავშვებში არის ესეთი სამოსები მთლიანი, რომ არ მზისგან დავიცვათ სხეული. რამდენად იცავს აი ეს საცურავო კოსტუმები, რომელიც არსებობს, აი მკლავიანი მინდა ხავს, მაგრამ იცავს. იცავს, მაგრამ აი მე ისრაელში მინახავს სხვათა შორის ძალიან აი მშობლებს, როდესაც გამოყავთ ბავშვები ზღვის სანაპიროზე, ყველა საცვია ეს დახურული, ხო. წყალშიც, საკვები პროდუქტები, აი რამდენად უწყობს ხელს, აი იმიტომ მე გამიგე რომ ეს სტაფილო მივიღე, კარგ ფერს სტაფილო ზეთი თუ არ უქენი, სტაფილო მოქმედებას არ დაიწყებს და ბეტა-კაროტინი არ გამოიწყობს. ნუ აი ეს მე მსმენია სოლარიუმში როდესაც შედიან ხო იქ თავს სტაფილოს რა ვიცი ახლა ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენ წყალი უნდა მივიღოთ, ნუ რაღაცა საჭირო რაოდენობით, ესეთი რაღაცა კონკრეტული ის არ არის, მაგრამ 2 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. გათვალისწინებით იმ დაავადებების ახლა თუ პაციენტს აწუხებს, თქვათ, რაიმე ქრონიკული დაავადება გულისხმობ, ან თირკმლისმიერი პრობლემა აქვს, ან რაიმე მსგავსი, ახლა ძალიან ესეთი დიდი რაოდენობით წყლით დატვირთვა თუ არ არის რეკომენდებული, მაგრამ სტანდარტულად 2 ლიტრამდე წყალი რომ მივიღოთ, ეს კარგია. ორგანიზმი არის მაგის არჩევნებელი ყველაზე უკეთ თვითონ გეტყვის, მაგრამ წყლით მდიდარი, აი საკვები, ვთქვათ, საზამთრო იქნება, ეს კიტრი იქნება, კენკრა, ანუ აი ესეთი საფხულია და პოსტნეული. აი ხო, სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ PSG მოიგო, ხვიჩას მინდა მიულოცო, ნახევარფინალში გასვლა რეალს ხვდებიან. ცელმა ენრიკემ თქვა, რომ ისეთი სიცხე არის, რომ ვარჯიშიც არ ჩავატარებო, ანუ განსაკუთრებული მიხედვა უნდა თან ამ ხელად დატვირთვაზე რო თამაშობ, ეხლა ესენი ფულზე თამაშობენ, ფულზე და არავის არ ადახდებს ჩვენ რუჯისთვის ფულს არავინ არ გვიხდის. სიცხეში, ანუ ზედმეტი აქტივობა, ეს არის დიდი პრობლემებთან დაკავშირებული. იმიტომ რომ საფხულის, ახლა ზამთარში, ვთქვათ, კიდე განსხვავებული არის ხო ამ ჩვენი თავის მოვლა, კანის მოვლა, როგორ გითხრათ, რაღაცა ესეთი ბევრ საფეხურიანი ეს მოვლას არ გულისხმობ მე, მაგრამ იცით რაზე ვისაუბროთ ძალიან ცოტა დრო გვჩება ამ ცხამასობაში მართლა ივლისია. ესე იგი ეს ყველაფერი გავიგეთ, თქვათ, ის რომ დამცავის გარეშე არ უნდა გავიდეთ, ის რომ 11 საათამდე და 5 საათის შემდეგ ის გრძელისხივი, მოკლესხივი, მაგრამ კანს კიდევ ჭირდება დატენიანება, კანს კიდევ ჭირდება დახმარება და განსაკუთრებული დახმარება ალბათ ჭირდება მაშინ, როდესაც ძალიან ცხელა და შემდეგ როცა ცივა. რა უნდა მივაწოდოთ ჩვენ კანს იმისთვის, ნუ დამცავების გარდა კიდე, რომ შევინარჩუნოთ ამ სიცხეში მისი, ვთქვათ, გლუვი, ზედაპირი და ასე შემდეგ. იცით როგორ არის, ანუ ამასაც შევეხები რა ის ზამთრის პერიოდში და ზაფხულის პერიოდში კანის მოვლა. ხა ზამთრის პერიოდში აბსოლუტურად განსხვავებულია ეს დღის რუტინა, იმიტომ რომ ისედაც ტემპერატურული ვარდნა არის, ყველა სახლში გვაქვს გამათბობლები, ჰაერი შრება, გვიყვარს ცხელი შხაპის ქვეშ, ესათან ეს პერიოდი არის გახანგრძლივებული, პროლონგირებული და ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ანუ კანის სხვა ქრონიკული დაავადებები, რომლებიც აი ამ კანის ქსეროზით, ანუ სიმშრალით მიმდინარეობს, მწვავდება. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ესეთ სუყე და ესეთ ნოყიერ დამატენიანებელ საშუალებებს ვიყენებთ და თან ვურჩევთ პაციენტებს, რომ აი შხაპის მიღების დამთავრებიდან პირველი 2-3 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს აი ამ საცხების დატანა ჩვენი სხეულის ზედაპირზე, იმიტომ რომ კარგად აი სანამ ნოტიო სანამ კი გახსნილია ასე ვთქვათ და სანამ ფართ. მე მაგალითად პირსახოცაც არ ხმარობ, არ მაქვს ჩვევაში, სანამ სველი ვარ, ტანზე ვისვავ კრემს და ამ კრემთან ერთად შემდეგ ხალათს
არც პირდაპირ. ანუ ასე მე მგონი კარგად ხდება ხო შეწოვა. რომ მოხდეს. კი, სუბუქად რომ მოხდეს გამშრალება, კი. არა, ხალათში არა, სანამ კრემს ისვა ნელ-ნელა რო შვები, თითქმის მშრალი ხარ ამ დროს და ის ზედმეტი წვეთები რომელიც თითქოს კანზე იყო შედის. არის კანი, მაგას ანუ კარგად შვები რაღაცას მე ხალათი. სოლარიუმში გადაჩვები ნანიკა ყველაფერს რომ გადასარევად არა, სოლარიუმში არ შეიძლება. პრაქტიკულად რომ გადავიდეთ მართლა, ეხლა ხვალიდან აცხება აქ ყველა ვარიანტი, ეს ხო არ გაგზელდება, ნახევარი ზაფხული გავიდა. აი პირველივე დღეებიდან ეხლა აუზები რო არის. და ძალიან ბევრი ხალხი არ შეხედა, წყალს ერავინ არ არის. ხო, წყალს ვიქნავ თავისუფლად რა. მაგრამ აი ეს ზედმეტი ისა კი, ზაფხულის პერიოდში, მოკლედ, მეტაბოლიზმი არის იმდენად გააქტიურებული, გაძლიერებული, ეს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციაც გააქტიურებულია. უფრო ჭარბად გამოვიმუშავებთ ხო ამ ოფლს, ცხიმს და ნუ იმ პაციენტებში და ზოგადად იმ მოსახლეობის იმ ნაწილში, ვისაც აწუხებს, აი მაგალითად, რა ვიცი, კომბინირებული ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანი, მათთვის ძალიან რთულია ეს პერიოდი. ამიტომ თუ ზამთარში ჩვენ ვურჩევთ პირობითად დღეში ორჯერ სახის დაბანას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ აი ეს ყველაფერი გავზარდოთ და დღეში სამჯერაც მოხდეს, ესე იგი, ანუ კანის დაბანა გასუფთავება არის პირველი და უმთავრესი, რასაც ვაკეთებთ, დატენიანება და ბოლო საფეხური ეს დაცვა. მაგრამ დატენიანება ჩემნაირ ადამიანებზეც მინდა კითხოთ რა. არა, ბოდიში რა. აი ჩემნაირ ადამიანი, რომელიც არასოდეს არ იწובה, თაშიც ყოფილა საათი, კი, კანის ანდახარ ამ ეს გათამამების ვარიანტში ხო შეიძლება მეც მივიღო ზიანი. რა თქმა უნდა, მე არ ვიწევი, არ მაწუხებ. მნიშვნელობა რომ არ აწუხებ. ძალიან კარგი ვამბობ ზოგადად. მაგაშია საქმე. ხო, ყოველ შემთხვევაში ვიზიტი არა მარტო ის, რომ ჩვენ რაღაცა ან წარმონაქმნი შევამჩნიეთ ჩვენი კანის ზედაპირზე, აუცილებელი არ არის. ანუ პროფილაქტიკის მიზნით თუ მოვახერხებთ ისე, რომ წელიწადში ერთხელ მაინც არ გამოგვეპაროს. ხო, ანუ იმიტომ რომ ეს წარმონაქმნი, აი ისეთ სტატისტიკურად ისე არის მიღებული, რომ თქვა 0-დან 30 წლამდე გაჩენილი ხალები ითვლება, რომ არ არის ესეთი საგანგაშო და თქვა 30 წლის მერე კიდე უფრო მეტად უნდა მივაღწიოთ ყურადღება. მაგრამ აი ხო და თუ ჩვენ აი ვირუჯებით და ჩვენთან ერთად ეს ჩვენი ხალებიც და წარმონაქმნებიც ირუჯება, აუცილებლად ახლა შემდეგ რომ გავაგრძელოთ ესე მშვიდად ცხოვრება, რა თქმა უნდა დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაქვს ჭორფლი. და დაბადებიდან მზის სხივებს როცა ვიღებ, ანუ ვირუჯები, უფრო და უფრო მემატება და ტანზეც სვრცელდება. აი, რამდენად საშიშია ასეთი ლაქების, ლაქ არის ჭორფლია, ანუ პიგმენტურია, როგორია და ნახეთ როგორ არის პიგმენტური ლაქები, რაც არა მარტო ჭორფლი, მე პიგმენტურ ლაქებს გულისხმობ, ხო, ეს მელაზმა, ხუაზმა, რასაც ვეძახით, ასევე აი პიგმენტური ლაქები, რასაც ლენტიგოს ვეძახით, აი გუმკერდის წინა ზედაპირზე და მხრებზე რო ჩნდება ესეთი, ხო, მუქი ყავისფერი შეფერილობის. ხო, ესეთი და სახეზე ჩნდება სხვა პიგმენტური ლაქები. პირველი მაპროვოცირებელი, რა თქმა უნდა, არის მზე და ეს მზის ჭარბი ინსოლაცია. შემდეგ გენეტიკური წინასწარ-განწყობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ორსულობის დროს ხდება კიდევ ეს ლაქები, ჭორფზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ეს ლაქები ორსულობის დასრულებისთანავე შეიძლება საერთოდ უკვალოდ გაქრეს და მკურნალობა არ დაგჭირდეს და სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსიც, ხო, და სხვადასხვა ჰორმონალური მედიკამენტების მიღებაც ასევე ააქტიურებს პიგმენტური ლაქების გაჩენას და აი ანტიბიოტიკის ზოგი დოქსიციკლინის ჯგუფი, აი დოქსიციკლინის ჯგუფის მიღების პერიოდში ჩვენ გვეკრძალება მზეზე გასვლა, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს და ასტიმულირებს, ახლა ყველა ადამიანში გეუბნება ძირითად შემთხვევაში. ეს გეუბნებით და გაფრთხილება შეიძლება გამოიწვიოს აი ნაირფერი პიტილიაზე და რაღაცები რო არის ეს დიდი ხო, ანუ როდესაც ეს ცხიმის ჭარბად გამოყოფა ხდება, აი ეს ძალიან ესეთი ხელსაყრელი გარემო არის, საერთოდ როგორც ბაქტერიული, ასევე სოკოვანი ინფექციების განვითარებისათვის. აი ეს ნაირფერი პიტილიაზი არის ზედაპირული სოკოვანი ინფექცია. ნორმალური ფლორის ნაწილია ზოგადად აი ამ ნაირფერი პიტილიაზის გამომწვევის სოკო. ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფლორის ნაწილია უბრალოდ რაღაცა გარემო ფაქტორებში ის გართულებაა, რომლის შემთხვევაში აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეთ. მაგრამ თავარი დაახლოებით 9 საათზე მეტი ვისაუბრეთ. ხო, და ამიტომ უნდა დავასრულოთ ახლა. მაგრამ ჩავერთე, ძალიან კაი იყო. დიდი მადლობა, მართლა გავითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები 11 საათამდე და 4-ის შემდეგ
შემდეგ მე პირადად 4-ზე დამცხელა და 5-ზე მირჩევნია. 5 საათის შემდეგ. თუ დასაკვირველია. 1 საათი და ამ კვირაში ველოდებით ამ კვირაში მზადდება. ეხლა გახორციელებს ზედაგხვდებათ მე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის. ვერ ამოგწურეთ და კიდევ გელოდებით ჩვენ ეთერში, იმიტომ რომ სპექტს მოიცავს მზე მისი მავნესწროები და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მივიღეთ, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენი ტელემაყურებელი და ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.